თავიდანვე გავრცელდა ეგ ინფორმაციაც, რომ ემოციურად მძიმედ არის, ტირის ხოლმე პერიოდულად და როგორც ჩანს, ადვოკატი მის დასაცავად მოქმედებდა და სამწუხაროდ საპირისპიროდ გამოიყენეს. რასაკვირველია, მე გავაგრძელებ ჯანას მიერ ნათქვამს უკვე, რომ ამან პირველივე რეაქცია რაც იყო, ეს იყო ძალიან შემაშფოთებელი რაღაცა მეხსიერების დანალექის გაცოცხლება, ხო, რომელიც საბჭოთა პრაქტიკაში წაგვიკითხავს, შეიძლება გვინახავს და რომელიც ძალიან ინტენსიურად გამოიყენებოდა, განსაკუთრებით იმ პერიოდიდან, როდესაც აი დისიდენტობა როგორც ეგეთი გაჩნდა საბჭოთა კავშირში. მთელი ეს პოლიტიკა, რასაც მიყვება ოცნება და რომელიც სულ უფრო და უფრო ავტორიტარული ხდება და პირიქით კიდევ უფრო მძიმე მე მგონი დიქტატურაში შევდივართ უკვე, არის პარალელურად ანტიდასავლურ რიტორიკასთან ერთად და ძალიან სიმპტომატურია, რომ აი 60-იანი წლები ჯანამ ალბათ უკეთესად იცის, როდესაც საბჭოთა კავშირში უფრო აქტიურად იყენებენ ფსიქიატრიას როგორც დასჯის ინსტრუმენტს, დასავლეთში პირიქით მოძრაობა იწყება ანტიფსიქიატრიზმი და აი მაგალითად მიშელ ფუკო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი მიეკუთვნებოდა აი ამ მოძრაობის ერთ-ერთ სრული შემდგმელიც იყო, ხო, რომელიც ლაპარაკობს იმაზე, რამდენად ხდება ადამიანის უნდაც ქცევების თუ ემოციური მდგომარეობის მრავალფეროვნების რაღაცა შეზღუდვა და ამ ნიადაგზე სტიგმატიზაციის და შესაბამისად უკვე სოციალური მარგინალიზაციის განვითარება. და ეს ერთი პრეცედენტიც რომ დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ, რასაკვირველია, მერე ოცნებას, რომელსაც ისედაც აღებული აქვს ძალიან ესეთი ხისტი გეზი რეპრესიებისა, ის გამოიყენებს ამას უკვე ძალიან წარმატებულად, მით უმეტეს, რომ რაღაცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, ალბათ გუშინს მერე ყველა რაღაცნაირად დაინტერესებული იყო, ხო, რომ ენახა რა ხდება თუნდაც ფსიქიატრიაში, ან იგივე საბჭოთა წარსულისთვის გადაევლო თვალი, რომ ვთქვათ ამ ფსიქიატრიული სახლის რაღაცა აღჭურვა და უფრო გადიდებაც ხდება. ისევე როგორც ციხის, ხო, თეატრულუკიანმა ჯერ კიდევ ერთხელ ძალიან სიამაყი თქვა, რომ ახალი ციხი აშენდა, იმის ნაცვლად, რომ პირიქით უფრო ესეთი ჰუმანური პოლიტიკა იყოს გატარებული ხელისუფლების მხრიდან, როგორც ჩანს, ისინი ამაყობენ, რომ ისინი იქნებიან ჯალათები და უფრო მკაცრად დასჯიან და აი ეს საბჭოთა პრაქტიკის ძალიან შემაშფოთებელი მეხსიერების გაცოცხლება რომ ვახსენეთ დასაწყისში და თქვენ ახსენებდით პერსონალურ მონაცემებს. დღეს რამდენჯერმე შემხვდა სხვათა შორის, რომ იხსენებდნენ ავლიბ ზურაბიშვილს როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქართული ფსიქიატრიის მამას და ასე შემდეგ. და მე სრულიად არაფერი არ გამეკება ამ სფეროში, მაგრამ აი გამახსენდა ჩემ ბავშვობაში ძალიან ხშირად გადიოდა ხოლმე რაღაც დოკუმენტური ფილმი ავლიბ ზურაბიშვილზე, სადაც როგორც ძალიან ესეთი კეთილი რაღაცა თან გარიგნობაც ისეთი ქონდა, ხო, მეზღაპრესავით კაცი ყვებოდა მხიარულად ამბებს სხვადასხვა ისტორიას თავისი პაციენტებისა. და ეს მერე უკვე ხალხში გადადიოდა როგორც ანეკდოტები და აი დღეს პირველად დავფიქრდი, რომ ჩვენ მას რასაც უსმენდით, მერე ვიმეორებდით, გვეცინებოდა სინამდვილეში იქ რომ სულ ძალიან კარგი პირობები ყოფილიყო და საბჭოთა ფსიქიატრიაც რო არ ყოფილიყო პოლიტიკური დევნის იარაღი, ხო? თავისთავად აი ეს რაც ისევ მე სტიგმას უკავშირდება, ხო? როგორი მავნე პრაქტიკაა, რომ შენ ყვები შენი პაციენტის ისტორიას, რომელიც სასაცილოდ გეჩვენება, ახლა აუდიტორია უყურებს და მე ისინიც იმეორებენ, ხო? ამიტომ რასაკვირველია, რაზე ჯანაც ამბობდა, რომ ეს აი ამ პროფესიასაც დაარტყავს და უნდობლობა, რაც ასე თუ ისე ბოლო წლებში შეიძლება რაღაცნაირად გადალახულია, კიდევ უფრო გაღრმავდება. და უცხოს საბოლოო ჯამში